ძალიან დიდ პატივშეშლია. ყველა არ გეყმართელა ვიწყლიან ვიყვარხარ იცოდე. დედაჩემს ისე უყვარხარ. რო იცოდეს ახლა აქ ახარ ალბათ ფეხით ამ. თქვენი სახელი? დალი. მომიკითხეთ. დედას რა ქვია? მაყვალა. დასასი. როგორ წადეს გამოჩ. გამარჯობათ. заводობა გვაქვს სახში ერთი და ეს ყველ უნდა წავიყო. აუცილებლად. აბა შეიძლება ცოტა გავაცეჭო. აი. ძალიან მაგარი. რამდენია კილო რა ღირს? 15 ლარი. აი ეს ამი წოლით თია. 60 ლარი. აქ. დაგიდეთ აქა. ეს რომელი სოფლიდან ხარ ჩამოსულ? ალვანი. ალვანში ძალიან მაგარია. საძორების საკითხი იყო ალვანში და ეხლა როგორაა? ეხლა კარგად არის. თორე მაგალითად 2008-ში მახსოვს წელი მომწერეს ალვანელებმა საძორებს. აქვს საძორები სოფელს? ხო, მაშინ პეტრე იყო თქვენი დეპუტატი სისკარიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრი და მახსოვს ტელეგზა ურეკავდი ჩქარა ალვანის საძორები რაღაც შეხვედრა გქონდა თელავში. და თქვენმა გამოაგზავნეს წარმოადგენელი წერილით. ახალგაზრდა ადამიანი იყო და ეს წერილი გადმომცა საძორების და მე პეტრე გახდა თქვენი დეპუტატი ასე. როგორ დეპუტატია? კარგი. დიდი მადლობა, მადლობა. როგორ ახარ? საქართველოს პატრონო. როგორ ხართ? 80 წლის ვარ, აი ჩემსაკი. ობის ვეტერანია, შრომის ვეტერანია. თქვენი სახელი? 80 მარგო. მარგო. დიახ, ეს ვინ მოგვივიდა, ხალხო, ეს ვინ მოგვივიდა. აბა, რაც თქვენი ნატრო, თქვენი ოჯახისთვის, თქვენი საფეხურისთვის. ჩვენც იმას ავინატროთ. დიდი მადლობა. მე ნატრობ, ზუსტად იმას ასე თქვენ ნატრობთ, ასე. აი ხალხო, დაინახეთ ხალხო. გიდა ძველი. заводობა გვაქვს და შემოვიარე ვიფიქრე რომ მეზობლები დავპატიჟე ყვარელს შემთან და გამარჯობათ როგორც თელავს ძალიან სერიოზულად მოვკიდეთ ხელი. როგორი კარგი ბაზარი გვაქვს და როგორი კარგად. ეხლა იწყება თელავში ყველაფერი. სადღაც აი იანვარში ვიწყებ დიდ სამუშაოებს თელ ქალაქში და რაღაც ყველაზე ლამაზ ქალაქად დავაქციოთ საქართველოში. პრეზიდენტი. როგორ წადებთ გამარჯობათ. საყვარელი. თქვენი სახელი? მე დასასწრებო. გენაცვალე როგორ წადებთ გამარჯობათ. ჩემი საყვარელი პრეზიდენტი. გამარჯობათ როგორ წადებთ. გამარჯობათ. როგორ ახათ გამარჯობათ. აი ეს შავე მომეცდაბა ეს ებეგა მესიჯეთ ესა ძალიან გემრიელია. აი ეს ციტაკა ერთი ამის მესამედი ეს წინათ არა მანო. ნიორს ერთი ორს ავიღებ ესეც. მეზობლები დავპატიჟე заводობაზე. ყვარელში. და თავარი ბაზარი აქ ბაითელავია, ხო? ყვარელში არის პატარა ძალიან. რამდენია სულ ერთად? არა. ჩემ სახლის ამბავია ასე რომ შემდეგ ჯერდა თქვენ და სახში რომ მოვალ ექს ყოველ. ძალიან დიდი მადლობა. აი, მაიც მაგობა. არ გამოვა სხვა, მართლა არ გამოვა. არა, როგორ გეკადრებ. შემდეგზე სახში რომ მოვალ თქვენთან იქ ისე იყოს და ესე როგორ ძანდებით. მადლობცილო თქვენი გულით დაცავარ მე. პენსიონერი ვარ, აცოჩე მე კომპანიები გულში მაქცევარი ვარ. თქვენი სახელი? გენციური გულია. იყალთოდან შვილო, მერთმა დაგლო. იყალთოში მიწა ხო გაქვს? რამდენი როგორი იყო მოსავალი წელს? რა ყავთ? ზოგან გაფუჭდა შვილო. რა გაქვთ? მოსტეული მოყავთ? ვენახე გაქვთ? წვიმება გააფუჭა ძალიან. ხო, ძალიან ბევრი წვიმა იყო და ეს კომბოსტომ მოსავალი როგორ ხო? სიმინდი გქონდათ? სიმინდი გქონდა შვილო ამერიკული და ეს ახალი დარგია? კი. რამდენი ჰექტარის დარგია? რამდენი ჰექტარი? 1 ჰექტარი. 1 ჰექტარს ყველაზე რთულია მოყვანა და რამდენი იყო მოსავალი? 5 ტონა მაინც მივიდა. ეს უკვე რაღაც წინა 2 იყო ხოლმე, ხო? დიახ, მიუხედავად ამ კლიმატური პირობებისა, ძალიან კარგად. კლიმატი იყო პრობლემა და თან პატარა ალბათ იყო შვილო, მე რო წვიმები იყო, ძლივს დავთესეთ, გვიან დავთესეთ. მე ეს გვალვა დადგა, მაგრამ მაინც მივიღეთ მოსავალი. თან 1 ჰექტარზე ძნელია მოყვანა და ესე მაინც კარგად მოუვარა. მაინც კარგად გენაცვალე, შენ შემოგივლე შვილო. დასასი, როგორ ძადებთ? კარგად გენაცვალე, მერტმა ჯანმრთელობა მოგცეთ. მადლობთ. რაო გენაცვალე? რაო? შენ საიდან ხარ? ელავერ ხარ? რა ქვია? გენა, დასასი ამოდი. შენ რა ქვია? დასასი ამოდი. როგორ ძადებთ? როგორ ძადებთ? მადლობა. თქვენი სახელი? სოსოლქვია. ახარ ჯიგარი ხარ. მე სულ აქ დავლიძვარ წინ დავუკარ კახეთში. მეც რომ მიხარია. კარგი ადამიანი ვარ, კარგია. რაც კარგი ხარ, კარგი ხარ. მადლობა. როგორ ძანდეს, როგორ მიდის ვაჭრობა?
კარგად, ნორმალურად. შემოდგომა ბარაკიანი იყო და ვაჭრობს ხალხი. ხო, სხვა შორის რაც ხალხს რომ მოსავალი ჰქონდა, ეს უფრო მეტი შემოსავალი შემოვიდა. დიდი მნიშვნელობა აქვს, საკვები როცა იაფია, პროდუქცია იაფება. მარტო ეგ არ არის, ესე იგი, ეხა ამ ტურისტებმაც რო დაიწყეს მოძრაობა, ეხა ჩვენთან ვიცი ყვავილის მაგალითზე პროფილაქტიკის ერთ პროფილაქტიკაში მუშაობს ერთ ჩვენი მეზობელი, იძახშოს სამჯერ მეტი კლიენტი ყავს, ვერ აუდივარ. არ მოსულ კახურის სამწაზე. კახურის სახაშლამე რო. როგორ ახლა? დებით 42 ლარი. 42, ესე იგი 40 და აგერ 40 და აგერ 10 ლარი. დიდი მადლობა მადლობთ თქვენ. თელავის სახელით რომ იწყება თელავის რეაბილიტაცია. ძალიან დიდი თელავში ძალიან დიდი სამუშაოები ხდება. მე თვითონაც ახლა სიღნაღი სადღაც რაც გაკეთდა, სამჯერ უფრო დიდი მოცულობის სამუშაოები იმაზე, რასაც დავხარჯავთ. და ახლა ზემოდან უყურებთ, შიგნით მე ამაც საღამოთი მოვიარე ყველა დეტალი, ყველა შენობის ფასადი და რაღაცა, მაგრამ ახლა ზემოდან უყურებთ. წყალსადენი რო გაკეთება, კომუნიკაციები რო გაკეთება, ეს სახლები ცენტრი რომ მოეწყობა და რომ შემოვლენ ტურისტები და თავარი ხო ამის მაინც რომ ტურისტები შემოსავალი შემოვიდეს, აქაც გაიზრდება შემოსავალი და თითოეულ ოჯახს რაღაც შეუღო. მერხმა დაგლოცოთ. ძლიერი პრეზიდენტი. აბა თქვენიც. ой, ძალიან დიდი მადლობა. უნდა თუხდებით, მადლობთ. გამარჯობთ, როგორ ძანდებთ? გამარჯობთ, როგორ ახართ? გამარჯობთ, როგორ ხართ? როგორ ძანდებით? როგორ ახართ, გამარჯობთ? როგორ ძანდებით? კარგად. ახლა თქვენ გნახეთ კარგად, როგორ გამარჯობთ, როგორ ძანდებთ? იცოცხლეთ. არის კახურად მოწყობილი. ეგ მონაკოს პრინცი და მართლა ეხ არაფერს არ მოუზიადებ, ერთ ხუთმა კაცმა მითხრა ევროპელმა ლიდერმა და ერთ სამმა ისე კაცმა რომ შეხვდაო და თქვა რომ ყველაზე მაგარი ღვინო ჩემს ცხოვრებაში დაულიე საქართველოში. რა დაალევიეთ ეგეთი? საფერავი იყო აქაური აფსოფლის. მიწა ესეთი ფერის რომ ეს არ არც მინახი ეგეთი მიწა არც. ხო, ესე იგი სპეციალ ძველი ვნახეთ. ერთი 20 წლის არის მოგონი, მაგრამ კარგ გუმანობაში. აბა რა გამოვიდა. აბა გაგვისინჯეთ ჩვენი პირველი პროდუქცია. ჩაულოცოთ ეს ახალი წერიც და ახალი ნაკვეთი. როგორი ჯოჭია, მაგარი იქნება. პირდაპირ ვენახი და წამოედი აიგე. მე კიდე ბაზრიდან მოვედი, თელავის ბაზრიდან. ბაზარში კარგია ყოფნა, მაგრამ ვენახი. აბა ჯერ ვენახში უნდა იყო, ვენახში რა თქმა უნდა უფრო კაი აბა. მაგრამ თქვენი მოსვლის მომზადებოდი. მომზადდა. აი, ცურიანია სრულიად. ესეთი ფერი ამ ღვინოს რო აქვს, მართლა რაღაცა. მეგობრებო, ალბათ სიზმარში ჩვენ რა ვნახავდით, ჩვენ ვერასოდეს რომ ლამეანებში, ეგრეთ წოდებული ლამეანებში ოდესმე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენი მეზობელი გახდებოდა. ეს ალბათ ღვთისნება, მერთისნება, მერთი არის ყველაფრის შემოქმედი და მერთი აკეთებს ყველაფერს და მოდით ფეხს არ გადაღა, მერც გაუმარჯოს. გაუმარჯოს. სადაც ჩვენი პრეზიდენტი დაგვიმეგობრა და მოიყანა ჩვენთან და თუ მომცემ თუ მას ცოტა ხანში კახელი უნდა გახდეს რა. აუცილებლად. მერც გაუმარჯოს. ახალი კაცი პრეზიდენტ გაუმარ! ეხლა არის ჩვენი მეზობელი კახელი კაცი. ყოველთვის მეგონა რომ კახელი ვიყავ. ეხლა დავწყვეტ. როცა კაიროში წამდანდები და სიტყვის გამოხარ, არ მოიცილოთ და ჩვენ ძალიან გახარებოდი. აი, მაგას ყვიდებით დავწყვეტ. გადავცე ყველას მაგას რომ არ გაგიყვანეთ თუ ყველა გავიხარდეთ. აი, კაცი. ხაზალე გიხდება. ესე მოვათქმევი რომ კაცი არის და ქუდი ხურავს. და კაფე. გაგიმარჯვეთ. არ გამზანდებოდი.